ჩვენთან არის მერტი. გიორსათ დღევანდელ დღესასწაულს. ერთი დედა მარიამ ეგვიპტელი იყო შემწეჩენი და მფარველი ჩვენი. ასევე ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი აღსარებლის ხსენებას. ეს ჩვენი ისტორია არის მებრძოლი ეკლესიის ისტორია და ჩვენი ქვეყნის ისტორია არის კიდე ჩვენი ერის ქრისტეს ერთგულების და ქრისტესთვის მოწამეობის სისხლით ნაწერი ისტორია არის. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება ყველამ ვიცით. თუ რა ცხოვრებით იცხოვრა და სინანულმა რა ღვთისწინაშე დადებულმა სინანულმა რა წყალობა და რა სიმაღლე სულიერი მიმადლა მას. წმინდანი ადამიანი, რომელსაც წაკითხული არ ქონდა წმინდა წერილი ძველი აღთქმა, უდაბნოში, როდესაც მასთან ღირსი მამა ზოსიმე მიდის, ზეპირად ეუბნება ძველი და ახალი აღთქმიდან ადგილებს. ანგელოზთა თანამსახურებით ღვთის მადლმა განსწავლა ის ყველანაირ ყოველგვარ საღვთო სიბრძნეში. რითაც მაგალითი დაგვიდო ჩვენ თუ ადამიანმა თავისი ღვთით მიცემული დიდი უფლება არჩევანის გაკეთებისა გონივრულად გამოიყენა, თუ როგორი მადლი და წყალობა ეძლევა ღვთისაგან. და ეს არჩევანი ყოველთვის ვიდრე ქვეყნის დასაწყისიდან ქვეყნის სასასრულამდე გვეკუთვნის ჩვენ და მხოლოდ ამ თავისუფალ არჩევანს შეუძლია ჩვენს ხილულ ცხოვრებაში, ამ წუთის სოფელში განგვიკუთვნოს მომავალ ცხოვრებაში ადგილი, უფალთან ახლოს ან თუ უფლისაგან შორს, რომელსაც ჯოჯოხეთს ვეძახით. დღეს ასევე ხსენება არის ამბროსი, კათოლიკოს პატრიარქისა. ამბროსის მოუწია უმძიმესი პერიოდის დროს მსახურება ღვთისა და ერისა. და აი, როდესაც ბოლშევიკებმა დაიპყრეს საქართველო და ხელმეორედ დაადეს ქვეყანასა და ერს ხუნდები მონობისა, დევნისა შეურაცხყოფისა, აი პატრიარქი მაშინ მიმართავს გენუის კონფერენციას წერილით და ამ ხელს იმ ხელისუფალთ, რომელთაც ქვეყნის ისტორია და ეკლესიის ისტორია არაფრად არ მიაჩნიათ და ქვეყანას ანგრევენ და მორწმუნეებს დევნიან. 1000-ზე მეტი ეკლესია მონასტერი დახურეს და სასულიერო პირები ტერორის ქვეშ ამყოფეს. არის ცნობები, რომ როგორი სისასტიკით უსწორდებოდნენ მონაზვნებს მონასტერში და როგორი სისასტიკით ექცეოდნენ ქრისტიანებს. მაშინ ამ წერილის პასუხად მაშინდელმა მთავრობამ კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი დაატყვევა, ციხეში ჩასვეს და მიუსაჯეს წლების განმავლობაში საპყრობილეში ყოფნა. ბოლო სიტყვისას, რომელიც მას მისცეს, მან საოცარი სიტყვების თქვა: სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული ჩემი ქვეყანას, ჩემსას, ხოლო ხორცს, რაც გინდათ, ის უყავით. ამის შემდეგ იგი საპყრობილეში ჩასვეს, ამნისტია მოუსრო და ცოტა ხნით ადრე გამოვიდა, 2 წლით ადრე სიკვდილამდე და საპყრობილეში დაუძლურებულმა დიდხანს ვეღარ გაძლო და მალევე გარდაიცვალა. გარდაიცვალა ჩვენი პატრიარქი, კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც ნამდვილად თავისი წინამორბედი პატრიარქებისა ეკლიანი გზის გამგრძელებელი იყო და ნამდვილად მან 59 წელი იღვაწა და იშრომა
ღვთისადიდებლად და ერისთვის თავდაუზოგავი შრომით, მარხვითა და ლოცვით. მის გონებას არაფერი არ გამორჩებოდა. ჯერ კიდევ როცა რუსეთში სწავლობდა ზაგორსკის წმინდა სერგი რადონეჟელის მონასტერში არსებულ სასულიერო სასწავლებელში, იქიდან უკვე ეფრემ მეორეს პატრიარქს წერდა, რომ რუსეთში ვააქო ლაპარაკობენ, რომ საქართველოს ეკლესიის აღსასრული მალე იქნება. ეპისკოპოსები არ ახავდა და ეპარქიები რაც არის ისიც კი იხურება და სულ ცოტა ხანში მათ უკვე სასულიერო დასიკრებული არ ეყოლებოდა. და იქიდან უკვე პატრიარქს წერდა, თუ როგორ ფიქრობდა ამ მოსალოდნელი მძიმე განსაცდელისაგან დაეცო ქვეყანა და ეკლესია. ეკლესია იმიტომ, რომ ეკლესიის ავტოკეფალური ეკლესიის არსებობა ერთ-ერთი განმაპირობებელი არის თავისუფალი სამშობლოს ქვეყნის არსებობისა და სიმტკიცისა. გახსოვთ 17-ში, როცა უმართებულად წარსმეული ქვეყანას თავისუფლება აღუდგა და ასევე უსამართლოდ ყოველგვარი საეკლესიო კანონების დარღვევით ჩვენს ავტოკეფალურ ეკლესიას აღუდგა ავტოკეფალიის აღიარება. ეს იყო დიდი მოვლენა ქართველი ერისათვის და საქართველოსთვის. და ამას, როგორც პატრიარქი თავის საუბრებისას ამბობდა, დღესაც კი ბევრი მტერი ჰყავსო. ეს არის პერიოდი, როდესაც სოფლიო ეკლესიები არ აღიარებდნენ ჩვენს დამოუკიდებელ ავტოკეფალურ წარმომავლობას და ამაზე ყოველთვის კამათი და დავა ჰქონდათ. და პატრიარქმა ამ ისტორიული უზუსტობის და ნაკლებობის გამოსასწორებლად ჯერ კიდევ რომ ეპისკოპოსი იყო, მაშინ დაიწყო ამაზე ფიქრი, ზრუნვა და ბრძოლა. და აი მის პატრიარქობაში მოხდა, რომ ამისი აღიარება სოფლიო საპატრიარქოს მხრიდან, როცა იყო სოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი, მის დროს მოხდა და ეს იყო 90-იანი წლები და ეს იყო დიდი აღიარება და გამარჯვება. პატრიარქი ამ ფაქტს ხშირად იხსენებდა თავის საუბრებსა და მონათხრობებში და საოცარი იყო, რომ შეხვედრების დროს მთელს ამ ისტორიას ხვდებოდა იმისათვის, რომ ერს უნდა სცოდნოდა თუ რა მნიშვნელობა აქვს ავტოკეფალური ეკლესიის არსებობას და აღიარებას ჩვენი ქვეყნისთვის და ერისთვის და სოფლიო მართლმადიდებლობისთვისაც კი. პატრიარქი იყო ადამიანი, რომელსაც აკითხვით არაფერი არ გამორჩებოდა და ყოველთვის ფიქრობდა მომავალ თაობაზე, უფროს ადამიანებზე და დღიდან მისი აღსახსნებისა მან თქვა, რომ სამეცნიერო წრეებთან, მეცნიერებთან, სწავლულებთან, ინტელიგენციასთან უნდა ქონოდა კავშირი. და საპატრიარქოში ხუთშაბათი დღე დაადგინა, როდესაც ხვდებოდნენ მეცნიერები პატრიარქს და სხვადასხვა თემებზე ლაპარაკობდნენ. ავტოკეფალიის აღდგენაც მხოლოდ მეცნიერთა ჩართვით იყო შესაძლებელი. პატრიარქი ფიქრობდა ფართოდ, მისი გული და გონება ხედავდა ყველაფერს არა დღეის სინამდვილით, არამედ დღეის სინამდვილე მისთვის იყო შთაგონება იმ ფიქრისა, თუ მომავალში როგორ უნდა გაგვიარა ერს მთლიანად გზა, რომ ეკლესიისთვის და ქვეყნისთვის სასურველი შედეგი დამდგარიყო. იგი ხედავდა მომავალს, პერსპექტივას და იწყებდა შრომას მომავალი უმჯობესი მომავლისათვის დღეს. და მისი შრომა იყო ყოველთვის ესეთი მულჩაუხრელი. პატრიარქობის ჯვარი უმძიმესი ჯვარია. ერთი პატერი კი არსებობს. ერთი ქრისტიანი გლეხი ხედავს ზღვისპირას ზის
და უყურეს გემები მოძრაობენ. იალქნიანი გემები დაცურავენ და მოკლედ ესეთი ყვედრების სიტყვა მოუვა გონებაში, რომ აი როგორ კარგად ცხოვრობენ ის ვაჭრები, გემები დადიან, საქონელი მიაქვთ, მოაქვთ, ყიდიან, ყიდულობენ, კარგად ცხოვრობენ, მე კიდე აი ესეთი მძიმე მდგომარეობა მაქვს და ამ განკითხვის აზრით დაეძინა. და აი ძილში ნახა სიზმარი. ანგელოზი გამოეცხადა და ეუბნება, შენი ჯვრის უკმაყოფილო ხარ? აი მაშინ განახებ ჯვრებს და რომელიც მოგეწოდება ის ჯვარი აიღე. და წაიყვანა და ანახა ძალიან ბევრი ჯვარი. და არჩიე უთხრა ანგელოზმა. მივიდა და ყველაზე ლამაზ და ბრწყინვალე ჯვარს მოჰკიდა ხელი, მაგრამ ძრავ ვერ უყვა. მერე ჩამოყვა, მეორე მოეწონა, იმასაც ძრავ ვერ უყვა. ესე გააგრძელა და ბოლოს მივიდა და ერთი ხის უბრალო ჯვარი ნახა და ის თავისუფლად აიღო და მაშინ ანგელოზმა უთხრა, ეს არის შენი ჯვარი. და პირველი ჯვარი რომელიც მომეწონა ვისი იყო? ისო საერო ხელისუფალისა იყო, მეფისა, იმპერატორისა იყო. და ესეთი მძიმე იმიტომ იყო, რომ მას ბევრი ფუნქცია, ბევრი საფიქრალი და ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია. და ამ პასუხისმგებლობით ეს ჯვარი მძიმეა. მეორე ჯვარი ვისია? მეორე ჯვარი პატრიარქისა, ასევე მას ბევრი პასუხისმგებლობა, ღვთის წინაშე ვალდებულება და ხალხის წინაშე ვალდებულება აკისრია და ამიტომაც არის ესეთი მძიმე. და ესე გააგრძელა. ვაჭრების კიდე იმათ დღენია და წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს, თავისი ქონებისათვის შიში აქვთ. ეშინიათ გზაზე ყაჩაღი არ დახვდეთ, ან სახში არ მიუვარდეს ყაჩაღი და ეს წვალებით ნაგროვები სიმდიდრე არ წაართოს და ამიტომ სულ მთლიანად შიში აქვთ და დეპრესია. და ის ჯვარი რომელიც შენ აიღე, ეს შენი არის და ღვთის წინაშე არ არსებობს დიდი და პატარა საქმე. ღვთის წინაშე ყველა საქმე დიდია, რომელსაც ადამიანი კეთილსინდისიერებით ატარებს, ის ჯვარი და ის საქმე მისი ცხონებისათვის ხელშემწყობია. პატრიარქი ყოველთვის გვამხნევებდა და ეხლაც გვამხნევებს, ხო? მისი გარდაცვალებით უამრავმა ხალხმა პატივი მიაგო მის ხსოვნას, მაგრამ ამ მართლაც ზღვა ადამიანთან ნაკადის საიდუმლო ერთ რამეშია. პატრიარქმა გასცა სიყვარული და მიიღო 1000-ად მეტი სიყვარული. ადამიანები გამომშვიდობებისათვის რიგში რომ იდგნენ, არც კი ხმაურობდნენ, ტელეფონიც კი არ რეკავდა და ერთმანეთშიც არ ლაპარაკობდნენ. პატარა ბავშვები ზოგს ხელში ეჭირა, ზოგს კისერზე ყავდა შემოსმული, ის ბავშვებიც კი თითქოს გრძნობდნენ ამას ყველაფერს, ისინიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ რამდენადაც შეეძლოთ. ის კი არა, უძლური ადამიანებიც კი მიდიოდნენ და 5 ყველაზე ცოტა და უფრო მეტი საათის განმავლობაში მოთმინებით ელოდნენ სამების საპატრიარქო ტაძარში შესვლას და უწმინდესთან გამომშვიდობებას. დაიგრძალა სიონში. სიონი მართლაც საოცარი ტაძარია. როდესაც მოხდა კათოლიკოს პატრიარქის აღსაღწრება, მაშინ საკათედრო ტაძარი იყო სიონი. და იქ ჩვენს გვახსოვს ჩვენი სარწმუნოებრივი მოქცევის პირველი დღეები, პირველი ნაბიჯები ამ ტაძართან არის დაკავშირებული. იქ 3 წმინდა პატრიარქი არის დაკრძალული: კალისტრატე, კირიონი, ამბროსი და კალისტრატე. და აი მათ სიახლოვეს პატრიარქმა დაიდო სამუდამო განსასვენებელი. თითქოს ისე არის, რომ წმინდა პატრიარქები შეეწევიან კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს სულს, რომ სასუფეველი დაემკვიდროს. დღეს ნაადრევია ამაზე ლაპარაკი, როგორ მოხდება თქვათ მისი კანდიდება, თით თუ ნიშანი იქნება და მისი წმინდანობისა უტყუარი საბუთი, მაშინ ეკლესიას და ხალხს სხვა გზა არ ექნება. ჩვენი ნებით არაფერს არ ვაკეთებთ, რადგანაც
მოციქულთაგან ვისწავლეთ და მოციქულთაგან შევიმეცნეთ, რომ პირველად ინება სულმა წმინდამან და შემდეგ ჩვენი არჩევანი დაემთხვა და დაემორჩილა სული წმინდის განგებულებას. ეკლესიაში კაცობრივი განზრახვით არაფერი არ ხდება. იქნება ნიშანი, წინ ვერაფერი ვერ აღუდგება, ხოლო ჩვენინებით არაფერს არ აჩქარებით არ გადავწყვიტავთ. დიდი მოთქმა არის, მინდა გაგაფრთხილოთ და გითხრათ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ტელევიზიებში 1000 რამეს მოხვდებიან, 1000 რამ გეგმას დასახავენ. ბევრ კანდიდატს დაასახელებენ. მიხვდებიან ყველა თითქოს მნიშვნელოვან ამბავს. იცოდეთ და უწყოდეთ. ეს ყველაფერი არის თქვენი სულიერი დაბნეულობისა და სიბრმავის შესაქმნელად. თქვენ უნდა იცოდეთ, სახარებიდან გაგახსენებთ. უფალი გვაფრთხილებს. მოვაო დრო, როდესაც იტყვიან, აი აქ არის ქრისტე, აი იქ არის ქრისტე. ნუ დაუჯერებთ, ნუ რავის. იმიტომ რომ იყო ერთი ესეთი გამოვიდა და ხალხი შეკრიბა და უდაბნოში გაიყვანა და მოკდა მათი წინამძღოლი და ხალხი დაიშალა. სიცრუეს ნუ აყვებით. გავიმეორებ, ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება. ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა. და ყველას გმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცდება, მას კონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს. არავინ არ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ. ხანძთელის ნათქვამს გავიხსენებ. პატივისაგან ხვდები, რომ პატივი დიდია, მაგრამ თვირთისაგან, პატიჟისაგან მეშინის. ისეა დღევანდელ დღესაც. ეს აზრი უცვლელია. საღვთო საყდართან მსახურება დიდი პატივია, მაგრამ იმავდროულად დიდი სიმძიმეც არის, უკვე თუ არ აღირსებით იმსახუროს თითეულმა, მაშინ მისთვის პასუხისმგებლობა დიდი იქნება, რადგანაც სახარებაში ნათქვამია. ბევრის მქონეს დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ვისაც ბევრი მიეცა, მას ბევრივე მოეკითხება. ამიტომ ნუაყვებით ამ ზღაპრებს, როგორც წმინდანები ამბობენ და მოციქული ყურის მოსაფხად ზღაპრებს ნუ მოусმენთ. გაქვთ პირადი კანონი. მადლობა ღმერთს, ტაძრებში აღევლინება, წირვა, ლოცვა, მსახურება. დაუკვირდით თქვენ შინაგან მდგომარეობას, რა უფრო გსურთ ჭორაობის მოსმენა, მაშინ იცოდეთ, რომ აღსარებაში ჭორაობა როგორც ცოდვა სათქმელი გექნებათ. თუ გსურთ, რომ ღვთის ერთგულებით იცხოვრეთ, მაშინ თქვენი კანონი პირადი შეასრულეთ და ნუ მიხედავთ, თუ ჩვენოთაც აირჩევენ, უთქვენოთაც აირჩევენ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წონადი საქმე გააკეთოთ. თქვენი ლოცვა რომ ღმერთმა შეისინოს, იყავით მყუდრონი და სიმშვიდისა მეძიებელნი. ნუ განიკითხავთ სხვას და ნუ დაამეტებთ თავს სხვას. იცოდეთ, ღვთის წინაშე ყველანი ვცდებით. უცნობელი მხოლოდ ქრისტეა, უცოდველი მხოლოდ ღმერთია. ადამიანის ცოდავს და უნდა იცოდეთ კიდევ. და მამებიც ამას ამბობენ. ღვთისამსჯავრი და სამართალი განსხვავდება ადამიანის განსჯისა და სიმართლისაგან. როგორც ადამიანი ფიქრობს, ისე არ ფიქრობს ღმერთი. და ერთი ესეთი შემთხვევა იყო, ერთი მენახშირე ცხოვრობდა ალექსანდრიაში. ამ მენახშირეს ნახშირი დაჰქონდა აქეთ-იქით, ასე ვთქვათ, შეძლებული მოქალაქეების სახლებში. და სულ მურიანი იყო და სულ დასწინოდნენ ბავშვები, დიდები, პატარები. მაგრამ ეს ალექსანდრე იყო ღვთისმეტყველი, თან ფილოსოფოსი, იმ დროის უგანათლებულესი ადამიანი და მიხვდა რა ამ წუთის სოფლის, წარმავალი წუთის სოფლის ამაოებას, გადაწყვიტა, რომ აი ესეთი ფორმით, სალოსობით დაეფარა თავისი სული იმ განსაცდელებისაგან, რომელიც შეიძლება ქებით მას მისცემოდა. დაუწყებდნენ ქებას, შესთავაზებდნენ, თქვათ,
სახელმწიფო სამსახურში დიდ თანამდებობას და ამითი განერიდა. მოკლედ გარდაიცვალა ალექსანდრიის ეპისკოპოსი, პატრიარქი და შეიკრიბა სინოდი. და იძახიან, აბა ვინ იყოს, ერთნი ამბობენ, გვარიშვილობით ავირჩიოთ, მეორენი ამბობენ, გავლენებით ავირჩიოთ, მესამენი ამბობენ, რაღაცა ღვთისმეტყველი იქნება თუ რა. მოკლედ ვინც იყო ამ კრების წინამძღოლი, ის ამბობს, რომ ესეთიო დამოკიდებულება კანდიდატის მიმართ არ შეიძლება. უნდა იყოსო უბრალო, არაფრის მქონე, უნდა იყოს ღვთისმოყვარული და უნდა იყოს თქვათ სხვების მიმართ არ გამკითხველი, არ დამცინავი. და ამას რო ყვება წინამძღოლი, ამ დროს ერთმა ხუმრობით თქვა, მასეთი უბრალო და თავმდაბალი და ჩაუცმელი ალექსანდრე მენახშირე არისო. მოკლედ გულისხმახ ხო და თქვა, მომიყვანეთ ეს კაცია. ნახეს ეს ალექსანდრე მენახშირე, დაბანეს, ჩააცვეს და ცალკე შეხვდა კომისიის სინოდის წევრს, ხელმძღვანელს. გამოელაპარაკა და ნახა, რომ ეს კაცი არის საღვთო სიბრძნით სავსე. სახარებას ისე განმარტავს, როგორც წმინდა მამები განმარტავდნენ. ხოლო სათნოებებზე ისე ლაპარაკობს, თითქოს აი ამ სათნოებებით იყო გაჯერებული. მოკლედ მიხვდა, რომ ეს საღვთო ჩინება იყო და მეორე დღეს სინოდის წევრების წინაშე დააყენა და სინოდის წევრებს უთხრა, რომ კითხვები დაუსვითო. დაუსვეს კითხვები, ძალიან ბევრი კითხვები დაუსვეს, ყველას პასუხი გასცა და ყველამ ერთმანეთ გადაწყვიტა, რომ ალექსანდრე უნდა ყოფილიყო ახლად გამორჩეული მღვდელმთავარი. ისია დღეს, ვინც თქვენ გგონიათ, ის შეიძლება სულაც არ იყოს. ვინც თქვენ გინდათ, ის ღმერთისთვის შეიძლება სულაც სათნო არ იყოს. და ვინც მას სურს, მის სახელს გააცხადებს ისე, როცა რომ სინოდი გადაწყვიტავს ამ ამბის ხმამაღლად ქმას. თქვენი და ჩვენი ვალი რა არის? ლოცვა ღვთის წინაშე, რომ ჩვენს პატრიარქს დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა და რომ სინოდს მიეცეს საღვთო გონება, განგებულება, რომ უცდომელად გამოარჩიოს კანდიდატი და აირჩიოს წყემსთავარი და რომ ჩვენი ლოცვა ჩვენვე შეგვეწიოს და მოგცეს სულიერი სიმშვიდე, რომ რაც არ უნდა გავიგოთ, ყველაფერი თავმდაბლობითა და მშვიდობის სულით მივიღოთ. სხვა დანარჩენი ამ წუთის სოფელში ყველაფერი წარმოვალია. სოლომონ ბრძენი, რომელსაც სიბრძნე ჰქონდა და თავისი მეფობა დაიწყო რით, უფლისა ხმა ესმა და მთხოვე რაც გინდა და მოგცემ და მას სთხოვა სიბრძნე მხოლოდ, არ ფული, არ ძალაუფლება, არ ბელი არ უთხოვია და მართლაც ერთი ითხოვა სიბრძნე, მიეცა ყველაფერი. ძალაუფლება, სიმდიდრე, მისი სიმდიდრის სად არის იმ დროედე მსოფლიოში არავინ არ იყო. და შემდეგ დაეცა, რატო? იმიტომ რომ კერპების თაყვანისცემას მისდია. და აი ეს ღვთისგან შეყვარებული შეცდა და კერპებს დაუწყო თაყვანისცემა. ისე ჩვენი ცხოვრებაც, ეს წუთის სოფელი, როგორც დილის ნამი, ისე გაქრება. ყველანი მივიახლებით სიკვდილის მიჯნას და ალბათ გაგვახსენდება ყველაზე თავარი ნათქვამი, რაც უნდა გვახსოვდეს. სახლი ვაშენეთ თუ ბაღები გავაშენეთ თუ მდინარე შევრთეთ და თევზი ერთი მხრიდან მეორეში ჩავსხით, არაფერი არ არის ღვთის წინაშე მართალი სულის და ჭეშმარიტი სარწმუნოების გარდა ღირებული. და მაშინ სიმწარით იტყვის ადამიანი. ამავება თოდა ყოველივე ამაო. ჩვენი ვალია, ვინც თავის სულზე ზრუნავს, მას სხვაზე ლოცვითი ზრუნვა შეუძლია.
და თუ გსურს ჩვენს საყვარელ პატრიარქს დავეხმაროთ, ილოცეთ განუწყვეტლე გამუდმებით, რათა უფალმა ცნას, რომ თქვენი გული წრფელია და ამ სიძფელისათვის თქვენ სასופველი დაგიკვირდროთ. ჩვენთან არსებობს.